დილომშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. თქვენ უყურებთ გადაცემას აღმოაჩინე საქართველო. მედია კავშირი ობიექტივის ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირ ეთერში. მათთვის, ვინც იმყოფება საზღვარგარეთ, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ეთერის საშუალებით ობიექტივის ვებგვერდიდან გვადევნოთ თვალყური obiektivi.net. შემოხვალთ და პირდაპირ ტრანსლაციით შეძლებთ, რომ გვიყუროთ და გვადევნოთ თვალყური. ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ ტურიზმის ინდუსტრია, კერძოდ დღეს ვსაუბრობთ ჩვენ საგზაო უსაფრთხოებაზე, რომელიც დამეთანხმებით უმნიშვნელოვანესია ტურიზმზე საუბრისას. ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი გელა კვაშილავა, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის. არის დამფუძნებელი და გახლავთ ევროკავშირის ტრასეკას პროექტის რეგიონალური ექსპერტი. მოგესალმებით ბატონო გელა. დილამშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის და ესეთი აქტუალური თემის გაშუქებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს მოეწონება გადაცემა იქიდან გამომდინარე, რომ გელას და მის ორგანიზაციას აქვს 20-ზე მეტი პროექტი უკვე განხორციელებული სწორედ საგზაო უსაფრთხოების თემაზე. მე არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო თუ ვინ ზრუნავს დღეს ჩემს სილამაზეზე, კერძოდ ვარცხნილობასა და მაკიაჟზე. სუნამოს სახლი, რომელიც გახლავთ პარფიუმერული მაღაზია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. და სწორედ სუნამოს სახლმა დღეს თქვენთვის ჩვენი ერთგული და აქტიური მაყურებლისთვის და მსმენელისთვის დააწესა განსაკუთრებული პრიზი, რომელიც გახლავთ სუნამო ნატურალური ფრანგული ქარხნებიდან. დღეს წინა გადაცემის მსგავსად ვიქტორინის სახით დავსვავთ შეკითხვას რამოდენიმე წუთში და ის მაყურებელი, რომელიც იაქტიურებს, დაგვირეკავს და გაგცემს სწორ პასუხს, მიიღებს აი ამ არაჩვეულებრივ სუნამოს სახლის საჩუქარს. მას ასე, ჩვენი დღევანდელი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. რა ქვია აღნიშნულ ნივთს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით? და ასევე შეგიძლიათ გითხრათ თუ რისთვის გამოიყენება, თუ არ იცით რა ქვია ამ კონკრეტულ ნივთს, შეგიძლიათ გითხრათ და აგვიხსნათ რისთვის გამოიყენება. და კიდევ ერთი მინიშნება, ბევრ ევროკავშირის ქვეყანაში აღნიშნული ნივთის ტარება ქვეითებისთვის არის სავალდებულო. მას ასე, კიდევ ერთხელ, უფრო თვალნათელი თქვენი, ასე ვთქვათ, ყურადღებისთვის დავაწესებ, აი ზუსტად ესე, გამოიყურება ეს ნივთი და ველოდებით მაყურებელს 2-388-105 დაგვიკავშირდით და გითხარით აი ამ ნივთის დასახელება და აღნიშნული სწორი პასუხის შემდგომ უკვე თქვენ თავად გადმოგეცემათ ეს პრიზი და სუნამო სახლის მიერ დაწესებული ძალიან კარგი ნატურალური სუნამო. ველოდებით მაყურებელს მანამდე მე გელასთან გადავინაცვლებ და შეკითხვით ზოგადად მოგვიყევით თქვენ შესახებ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო სათაური აქვს თქვენს გადაცემას აღმოაჩინე საქართველო და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს აღმოჩენა დანარჩენი მსოფლიოსთვის ეხა იწყება, იმიტომ რომ მოგეხსენება საბჭოთა კავშირის დროს შეზღუდული იყო ეს და დამოუკიდებლობის 20 წლის შემდეგ ეხა არის ის დრო, როცა მართლა ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, დღეს უკვე 5 მილიონზე მეტია. და ტურიზმის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენ შევეხვდებით. ყველა ტურისტი აღნიშნავს, რომ საქართველო არის ბრწყინვალე ადგილი, იგივე ძველი ეკლესიების, იგივე ტურისტული ღირსშესანიშნაობების გამდიდრებულად, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას, როგორც ქვეითად, ისე მანქანით გადაადგილებისას. ჩვენი ორგანიზაცია ზოგადად 10 წელია ამ კუთხით მუშაობს, ჩვენ 20-ზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული, ჩვენი მიზანი არის ძალიან კაფეო და მარტივი, გვინდა რომ საქართველოში ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების კულტურა, ამ მიზნით ვეწევით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამ მიზნით ვცდილობთ სახელმწიფო, არასახელმწიფო კერძო ბიზნესის ჩართულობით ისეთი პროექტების რეალიზებას, რომელიც ჩვენს ქუჩებს, ტრანსპორტს ხდის უფრო უსაფრთხოს. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ გქონდა 3-წლიანი პროექტი, როცა ვცდილობდით სკოლებში დაგვენერგა საგზაო უსაფრთხოების სწავლება 2008-11 წლებში. და ამან ძალიან კარგი შედეგი მოგცა იმ ადამიანებმა, იმ ბავშვებმა, ვინც გაიარეს ეს კურსი, ტრენინგი, 70%-ით აიმაღლეს უსაფრთხოება და ისინი უკვე მშობლებს თავად ეუბნებოდნენ მასწავლებლებს თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ უსაფრთხოდ მანქანაში ან გზაზე, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი ინიციატორი და ფაქტიურად წარმომდგენი ხვედების კანონის
რომელიც 2006 წლიდან დაიწყეთ და ეს წარმატებით დასრულდა 2010 წელს და ამან უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაარჩინა პირდაპირ სიკვდილს და მძიმე ტრამვებს. ჩვენ გვაქვს პროექტები, რომელიც უწყობს უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტის განვითარებას, მაგალითისთვის და მოქალაქეების ჩართულობას, ესეთი მეგობრული გზები. ამ პროექტის მიზანი იყო უშუალოდ იმ საშიში ადგილების აღმოჩენა საქართველოს ნებისმიერ ქალაქში და ამ ინფორმაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენთვის მოწოდება, მერე ხდებოდა ამ ადგილების იდენტიფიცირება, ანალიზი და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი მოგვარება. ამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება საგზაო უსაფრთხოების დროს არის ადამიანური ფაქტორი, მოგეხსენებათ. ევროპელებს აქვთ ესეთი გამოთქმა, შეიძლება კონდეს 5 ვარსკვლავიანი გზა, ყავდეს 5 ვარსკვლავიანი მანქანა უმაღლესი ხარისხის, მაგრამ თუ ადამიანი ამას ვერ იყენებს, მსხოლი და ძალიან არ აქვს მას ის დონე, ან არ იცავს ამ წესებს, ყველაფერი ჩაფლავდება და ძალიან ცუდად გვექნება საქმე. და სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ იმის მიუხედავად კონკრეტებ გელა თუ შეიძლება საგზაო უსაფრთხოება მოიცავს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოდ გამართვას, არამედ თავად ქვეითების ინფორმირებულობას. ყველა მონაწილეს ქვეითების, მსხოლების ინფორმირებულობას, მათი კულტურის გაზრდას და რაც მთავარია, ამ ყველა მონაწილემ უნდა გაიაზროს ის რისკები, რაც არის დაკავშირებული ამ წესების დარღვევასთან. სამწუხაროდ ჩვენ მოვიკოჭლებთ ამ კუთხით და ეხლა ხალხს გამოგვიხდა 2016-15 წლის სტატისტიკა და სტატისტიკა შემაშფოთებელია, უნდა ვთქვათ, ეს პირდაპირ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მარტო ბავშვების სიკვდილიანობა 20%-ით გაიზარდა. 21 დაიღუპა 2014-ში, 28 2015-ში. წარმოიდგინეთ, საქართველოში, სადაც ვსაუბრობ ტურიზმზე, 2000 ტურისტი და 2000 ქვეითად მოსიარულე დაშავდა. და ეს არის ძალიან მაღალი ციფრი, ჩვენ ვარ პატარა ქვეყანა. 9000-ზე მეტი ადამიანი იღებს ტრამვას. ახალგაზრდების გარდაცვალების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი იგივე ჯანდაცვის სამინისტროსთვის, განათლების სამინისტროსთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არის, მაგრამ აი ეს ზუსტად ყველა ჩართულობა სხვადასხვა უწყებების და განსაკუთრებით ბიზნესის წარმომადგენლების ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები, როცა ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები გადაყვანისას ან ქალაქში გადაადგილებისას უსაფრთხოების ამ ელემენტარულ ნორმებს არ იცავენ, რაც მიზეზი ხდება სხვადასხვა ტრამვატიზმის და ეს ქვეყანას ფაქტიურად ქვეყნის იმიჯი ამით ძალიან ფუჭდება და ბევრი ტურისტი აღნიშნავს, რომ სანამ საქართველოში ჩამოხვალ ძალიან მთლად იყავით, გაითვალისწინეთ ბევრი ისეთი რაღაცა, რაც ჩვეულებრივია, მაგალითად, ზებრაზე გზის დათმობის კულტურა. ტურისტები ხო და ძირითადად სათხდება ეს შეჯახებები ტურისტებისთვის, ჩვენ პატარა გამოკვლევაც ჩავატარეთ, განსაკუთრებით ფეხით როცა გადაადგილდებიან ქალაქში, ისინი ფიქრობენ, რომ მანქანა დაუთმობს, მძღოლი დაუთმობს და ამ დროს ხდება კონფლიქტი და ეს სამწუხაროდ ტრამვით თავდება და გელა, ჩვენ გადაცემას ყავს ძალიან დიდი მსმენელი და მაყურებელი სწორედ ტურიზმის ინდუსტრიიდან. იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემა საუბრობს თავად ტურიზმზე. რა შეგიძლიათ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს და ინდივიდებს, პროფესიონალებს, რომ უთხრათ რჩევის სახით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? ტურიზმის ეს არის მომსახურება, ბიზნესი და მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი მომსახურება გარკვეული ღირებულება და ერთ-ერთი ეს მომსახურება რომ იყოს მაღალი სტანდარტით, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ კომპანიას, ვინც ეწევა ამ საქმიანობას, კონდეს იგივე თავისი სტანდარტები, რომელსაც ის დაავალდებული ეს მძღოლს მაგალითად, იგივე გიდს რო დაიცვას, ხო? და აი ესეთი სტანდარტების დაწესება პირველ ყოვლისა კომპანიისთვისაა კარგი. იმიტომ რამდენად გაქვთ შემუშავებული აღნიშნული სავალდებულო მინიმალური დონის სტანდარტები? ჩვენ გვაქვს ჩვენი უკრაინელი და სხვა პარტნიორები, ინგლისელი პარტნიორების მეშვეობით ქონდა ესეთი პროექტი, უბრალოდ უკრაინაში იყო, სადაც ჩვენც ვიყავით ჩართული, რომელიც ორგანიზაციაში აი უსაფრთხოების
სტანდარტების დანერგვას უწყობდა ხელს. აქ არ არის რაღაც ძალიან თულ რაღაცებზე საუბარი, უბრალოდ ყველა კომპანია ავალდებულება თავის მძღოლს სიტყვაზე არ მოწიოს, იქ ბედები შეიკრას, არატარო ჩქარა და ის ოქროს წესები არის საუბროს ტელეფონზე. არის საუბროს ტელეფონზე და გზაზე ყურადღებით იყოს, აი ეს ოქროს სტანდარტების დაცვაზე და ამაზე იღებდა სიტყვაზე ტურისტული კომპანია იღებს ვალდებულებას. იგივე შეიძლება დაინერგოს პროექტები, როცა გადაადგილება ხდება ქალაქებში, ტურისტები იყვნენ უფრო ხილვადი, ხომ? ეს პროექტი უამრავი პატარა ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, რომელიც არ არის დაკავშირებული დიდ თანხებთან, პირდაპირ გაზდის უსაფრთხოებას და დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში საქართველოში დადგება დრო, როცა ის კომპანიები, რომლებიც რაღაც სტანდარტებს იცავენ ამ მიმართულებით და ტურიზმზე როცა საუბრობენ, არსებობს რამდენიმე ინდექსი. და ერთ-ერთი ინდექსი სხვათა შორის არის უსაფრთხოების ინდექსი, რომელიც ყოველწლიურად გვეყდება და თუ ესე კომპანიები ალბათ მოხდება მათი მარკირება იმის მიხედვით, რომელი უფრო უსაფრთხო არის და მე ვიცი რომ დღესაც უკვე ტურისტები კითხულობენ დაუშვათ ეს გადამყვანი უსაფრთხოა, როგორი მომსახურების ხარისხი აქვს, იქ როგორ არის ეს სტანდარტები დაცულია, უკვე ესე ხდება არჩევა, ამიტომ მათთვის ეს ბიზნესისთვის არის უკეთესი რომ მე როგორც ტურისტ დარწმუნებული ვიყო რომ უსაფრთხო ხელში ვარ. უსაფრთხოდ ვიქნები ნამდვილად. არც ერთ ტურისტს, არც ქართველს, ადგილობრივს, არც უცხოელს დამერწმუნება ყველა რომ არ უნდა არანაირი ისტორიული ობიექტის მონახულება თუ ის უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს. შესაბამისად, აქედან იწყება, უსაფრთხოებიდან იწყება ყველაფერი, მით უმეტეს, როდესაც საგზაო უსაფრთხოებაზე გვაქვს საუბარი. რამდენიმე თვის წინ იყო ესეთი შემთხვევა დასავლეთ საქართველოში, როცა 15 მარშრუტკით მიდიოდა 15 ტურისტი გადავარდნენ. მე ესენი დაბრუნდნენ და ისეთი გამოხმაურება იყო საერთაშორისო პრესაში რომ და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ტურისტი, ესე იგი, ტურისტმა ახალი ტურისტი უნდა შემოიყვანოს, ხო? და ყველა წერს ფიდბექს, ესე იგი, თავის შტაბეშტილებას და ამ შტაბეშტილებებზე როცა წერენ საქართველოში, აქ აი ამ თემებზე თან ამახვილებენ ყურადღებას. საერთაშორისო მედიას, რომელიც საქართველოს შესახებ აქვეყნებს სტატიებს, მნიშვნელოვან, ესე ვთქვათ, უკვე პუბლიკაციებში, მინდა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს ვუჩვენო, რომ გამოვიდა არაჩვეულებრივი World About Georgia წიგნი, ნაკრები, რომელიც არის 2015 წელს საქართველოს შესახებ დაწერილი სტატიების ნაკრები, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ არის საინფორმაციო, ტურიზმის საინფორმაციო ყველა ცენტრში განთავსებული და არის ძალიან საინტერესო სტატიები, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ჟურნალების მიერ, როგორიც არის New York Times-ი, Forbes-ი და წერენ ისინი საქართველოს შესახებ. და აუცილებელია მაშინ, როდესაც საერთაშორისო მასმედია ჩვენზე ესე აქტუალურად საუბრობს, ჩვენი საგზაო უსაფრთხოება იყოს ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. ბოდის გიხდით, გელა მობილური არის პირდაპირ ეთერში, გისმენთ? გაითიშა სამწუხაროდ მე ჩვენს ერთგულ და აქტიურ ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ დავუანონსებ ჩვენი ვიქტორინის შეკითხვას, რა ქვია აღნიშნულ ნიუც. თუ სახელი არ იცით, შეგვიძლია დავუშვათ ესეთი გამონაკლისი, გვითხრით რისთვის გამოიყენება. და ბევრ ევროკავშირის ქვეყანაში მსგავსი ნივთი აქტიურ გამოყენებაშია და კანონმდებლობით დარეგულირებულია, რომ აუცილებლად ამ ნივთით უნდა იაროს ქვეითების უმრავლესობამ გარკვეული მოგზაურობის დროს. გახსნილი გამოიყურება სწორედ ეს ნივთი შეიძლება გულსაბნევით იყოს ნებისმიერ ადგილას მიმაგრებული, კიდევ ერთი მინიშნება და გითხარით, დაგვიკავშირდით 2388 105 და გითხარით, რისთვის გამოიყენება ეს ნივთი და რას ნიშნავს, რა ქვია, რა არის ამის დასახელება. გელა, მანამ ჩვენი მაყურებელი დაგვიკავშირდება, მინდა თქვენს ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ვისაუბრო, რომელიც სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. ჩემს წინ გვაქვს ძალიან ბევრი ბროშურა, მასალა, სახელმძღვანელო, რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ დააწესა და ასევე მოგვიტანეთ კლიპი, რომელსაც ჩვენს ტელემაყურებლებს რამდენიმე წუთში შევთავაზებთ. აქ არის საუბარი, როგორ ავუმაღლოთ სკოლის მოსწავლეებს ცნობიერება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აუცილებელია რომ ბავშვობის ასაკიდან ელემენტარული უნარჩვევები ბავშვის სახლიდან სკოლაში და სკოლიდან უკან უსაფრთხოდ რომ მივიდეს, ამისთვის იმან უნდა შეისწავლოს გარემოის წესები, ის რისკები უნდა გაითავისოს, რაც არის გზაზე ყოველდღიურად. გზაზე იცით რომ ინტენსიური მოძრაობა, უამრავი ტრანსპორტი მოძრაობს, სხვადასხვა სიჩქარის, სხვადასხვა წონის და მობილური არის პირდაპირ ეთერში, შემოვიყვანოთ ზარი, გისმენთ დილამშვიდობის. გამარჯობათ. გამარჯობა. პასუხი მაქვს კითხვაზე, ზუსტად სახელი არ ვიცი, მაგრამ ეს ნივთი გამოიყენება იმისთვის, რომ
ანუ ქვეითებზე უნდა ატარონ ღამით. შუქამრეკლი არის თუ არ ვცდები და მანქანამ რომ დაინახოს. ნამდვილად, სწორია თქვენი პასუხი. Რამდენ მეტრში არის ხილვადობა? ესეც თუ იცით, რომ გითხრათ. ანუ ძალიან საკმაოდ დიდ მანძილზე ჩანს, როგორც ვიცი, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. კი ბატონო, 120-130 მეტრზე არის აღნიშნული ობიექტი ხილული და ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანაში საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას, რომ გითხრათ? ანუ ეს ინფორმაცია გავიგე რაიონში ვიყავი და ანუ თქვენი სახელი და გვარი, ქალბატონო? ანა მირიანაშვილი. ანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, ესე აქტიურად ხართ ჩართული და ფლობთ ინფორმაციას აი ამ ნივთის შესახებ, რომელიც ჩემთვის პირადად იყო უცნობი. გულწრფელად რომ თქვა, თქვენ მოიგეთ სუნამოს სახლის არაჩვეულებრივი პრიზი, რომელიც არის ნატურალური სუნამო, საფრანგეთის ქარხნებში დამზადებული და აღნიშნული პრიზი, რომელიც არის ეხლა გათამაშებული, სწორედ თქვენ გადმოგეცემათ. დაგიკავშირდებით გადაცემის შემდგომ, არ გათიშოთ და აწერინეთ ჩვენს პროდიუსერებს თქვენი საკონტაქტო ნომერი. დიდი მადლობა ანას, ძალიან გამიხარდა რომ ესე იგი ჩვენი ერთ-ერთი პროექტის ინფორმაცია ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს აღნიშნული ნივთის შესახებ. ჩვენ რეგიონებში რა დავდივართ, ეს რეფლექტორები, სხვადასხვა პროექტები გქონდა კახეთში, დასავლეთის რეგიონებში და ერთ-ერთი პროექტი. კარგია რომ ადამიანები ეს არის აუცილებელი. იგივე ამის გარეშე ადამიანი ჩანს 20-30 მეტრზე და ჩვენთან იცით რომ მაღალი სიჩქარეა ქალაქებში და მძღოლისთვის ძალიან ხშირად პრობლემაა ქვეითი დაინახოს თან საქართველოს დიდი ნაწილი შავებს ვატარებ. ეს უბრალოდ აუცილებელია ბავშვებისთვის, იმ ადამიანებისთვის, დიდი ნაწილი სახამოსად დიდი თუნდაც საფეხმავლო ტურიზმი, ვინც არის დაკავებული ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს ჩამოკიდებული ან ხელზე, შესაძლებელია ასევე ფეხზე, რომ გადაადგილების დროს იყოს. და ეს ალბათ კარგი იქნება, რომ ბევრ ქვეყანაში ეს კანონია, ღამის საათებში გამო საქართველოშიც რო იყოს და ტურისტებისთვის რო დაარიგდეს მაინც. კი, დაარიგდეს და აი ბავშვებისთვის ხო პირველი საგანია რომ ბავშვები იცით რომ სწავლობენ, ხშირად გადარბიან, გადმორბიან და ხილვადობის პრობლემა საქართველოში ერთ-ერთი აქტუალურია, განსაკუთრებით იცით რომ ეს განათების პრობლემა ყველგან არ არის ხო კუჩები განათებული. და ამას ზუსტად ეს რეფლექტორი შუქამრეკლი ამისთვის გამოიყენება და რაც უფრო მეც გამოვიყენებთ, მართლა დაცული ვიქრებით უფრო და ბავშვებთან დაკავშირებით იმის თქმა მინდა რომ ჩვენი სურვილია ეს ყველაფერი რაც შექმნილია განათლების სამინისტრომ უფრო აქტიურად გამოიყენოს. დამიჯერეთ რომ განათლებას ბავშვი ვერ მიიღებს თუ უსაფრთხოდ ვერ მივიდა სახლიდან სკოლად და უკან ხომ? აი სხვა რაღაც აქტივობებს ვერ განახორციელებს, თუ ის არ გზნობს დაცულად თავს როგორც სკოლის მიმდებარედ, ისე სახლის მიმდებარედ ან არ იცის როგორ დაიცვას ეს. ეს ყველაფერი არის უნარები, ჩვევები, რომლებიც აი ამ ტრეინინგის აქ არ არის რაღაც განსაკუთრებულზე შეიძლება ყოველ დღე დავუშვათ სკოლაში 5-10 ჩემთვის როგორც ცნობილია გელა თქვენ სრულიად უფასოდ ატარებთ სკოლებში და სხვადასხვა დაინტერესებულ დაწესებულებებში აღნიშნული რეფლექტორის შესახებ თუნდაც სხვადასხვა ტრეინინგებს. კი, ნამდვილად ესეა დავდივართ სხვადასხვა სკოლებში შეძლებს დაგვარად ჩვენი მასალა რაც შექმნილია ყველაფერი არის უფასო ეხლა დაბეჭდვის მარტო ალბათ აი ვცდილობ რომ სახელმძღვანელოებს გულისხმობთ მოსწავლეების სახელმძღვანელოების შექმნილი გვაქვს ბევრმა არის საქართველოში რომ ესეთი სახელმძღვანელოები არსებობს ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გვერდების მეშვეობით რომელსაც უამრავი მაგრამ მილიონობით მოსახლეა ჩვენი მასალა ყველა არის უფასო ყველასთან ვცდილობთ ვითანამშრომლო პარტნიორობა იმიტომ ქვია რომ ყველას ვეხმარებით და ყველასთვის ყველას სათავართ ღია ყველასთან რომ ვითანამშრომლოთ შეუძლებელია ერთმა ორგანიზაციამ მოიცვას ყველა და ამიტომ განსაკუთრებით რეგიონები მინდა თქვა იცით რომ ტურისტების რაოდენობა ძირითადი ნაწილი ჩამოდის თბილისში და მერე გადადის რეგიონებს სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად და სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო რომ აორიები თბილისში რა თქმა უნდა უფრო მეტი ხდება მაგრამ აღობულების მეტი რაოდენობა არის რეგიონებში, იმიტომ რომ იქ კონტროლი მაინც სიჩქარეზე არის ნაკლები. სტატისტიკურად 80% გარდაცვლილების არის თბილისის გარეთ. ამიტომ რისი თქმა მინდა რომ ამ საკითხს მარტო ერთი უწყება ვერ მოაგვარებს. საზოგადოების ბიზნესი, აი მაგალითად თქვენ ტურიზმის ერთი ინიციატივა შეიძლება გახდეს ის იგივე ხილვადობის გაზრდა გახდეს აი ესეთი პატარა პროექტი რომელმაც შეიძლება გაზარდოს
ქვეითების უსაფრთხოება, იგივე სხვა პროექტები აი განათლების სფეროში, გაზრის თავის მიმართულებით, აი ესეთი აქტიურობები თუ არ იქნა რამდენიმე მიმართულებით, ჩვენ შედეგი არ გვექნება, რაც გვინდა ის შედეგი. რაღაც პატარა გაუმჯობესება გვექნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ რამდენად იზრდება ეკონომიკა, რამდენად ჩართულია საქართველო აი რეგიონალურ ეკონომიკურ პროცესებში, იგივე ტურისტების რაოდენობა იზრდება. ამიტომ მუდმივად უნდა იყოს ესეთი კამპანიები, სოციალური ტრენინგები, იგივე ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენ თავარი საკითხი მაინც ის არის, რომ მაინც არ გვაქვს გაცნობიერებული ამ რამდენად ხელა რისკ ფაქტორები არსებობს გზაზე. ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაცა. ეს ზოგჯერ ძალიან სერიოზულ ტრამვებთან და ცხოვრების შეცვლასთან არის დაკავშირებული. თუ არ დაიცავი და ამიტომ მუდმივი ესე ტრენინგები ერთ-ერთი ნაწილიო გახდეს ზოგადად აი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებისთვის, იგივე ტურიზმის დეპარტამენტი უნდა იყოს დაინტერესებული, ხო? გეთანხმებით. ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ თუ რა ქვია აი ამ ობიექტს. ეს არის რეფლექტორი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში უკვე აპრობირებულია და სტანდარტით რეგულირდება და ის არის შუქამრეკლი. იმისთვის რომ ღამე ქვეითის გადაადგილებისას ქვეითი იყოს 100-120 მეტრის დაშორების მანძილზე ხილული და კარგად აღქმადი. ასევე გელა ჩვენ ტელემაყურებელს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ აღნიშნული აღმოაჩინეს საქართველოს გადაცემა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ რუბრიკას. ჩვენ კვირის განმავლობაში ვაგრძელებთ აი ამ თემის განხილვას უკვე სოციალური ქსელის მეშვეობით, სადაც ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სოციალური ქსელის საშუალებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. Skype-ში Discover Georgia, ხოლო Facebook-ის საშუალებით ქართული ასოებით აღმოაჩინეს საქართველო. მოგწერეთ თქვენი მოსაზრებები, ჩვენ აუცილებლად გელას ორგანიზაციის სხვადასხვა ბროშურებს დავიტანთ ჩვენს გვერდზე, იმისთვის რომ თქვენი ცნობიერება ავამაყოთ. უფრო მეტიც, მინდა გელას ვთხოვო, რომ იმ სტანდარტების ჩამონათვალი, რაც მის კომპანიას უკვე შემუშავებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, რომ მომაწოდოს და ასევე ავღბეჭდავ აი ამ მასალას ჩვენს ინტერნეტ გვერდზე. ჩვენს მაყურებელს რომ კონდეს საშუალება გაეცნოს და იმ ტურისტულ კომპანიებს ან სხვა ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირებს, რომ გადმოიღონ აღნიშნული ინფორმაცია და დანერგონ თავიანთ კომპანიებში, ეს სრულიად უსასყიდლო არის და ასევე შეუძლიათ რომ დაამყარონ თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან. გელა, მე გადავალ ჩემს მომდევნო შეკითხვაზე, განვიხილეთ სკოლის მოსწავლეები და მანამ სანამ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს ვაჩვენებთ იმ ვიდეო მასალას, რომელიც შენ მოგვიმზადე სპეციალურად გადაცემისთვის. სკოლების პროექტი რომ შევაჯამოთ და მობილური არის პირდაპირ ეთერში, შემოვიყვანოთ გისმენთ დილამშვიდობის. ალო. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა გენაცვალე. მე გაწუხეთ რაიონიდან. რომელი რაიონიდან? კასპის რაიონი. კასპის რაიონი, გისმენთ. დიახ. მაინტერესებს ეს ახალგაზრდა კაცი, მე მოხუცი ვარ, ცოტა საკმაოდ მოხუცი და ხშირად უყურებ ამ ახალგაზრდა კაცს. უძლიერესი პიროვნება, ძალიან ილუზირებული, ძალიან განათლებული, სვატყობ ყველაფერი და რო იხსვის, ეს არის უდიდესი, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანს ყველაზე ძვირფასი მისცა სიცოცხლე. დიახ. და ამ სიცოცხლეს ისე ანიავებენ, ისე რომ არაფრად აგდებენ და ისე ეს ახალგაზრდა კაცი ამას ძალიან ცხინვალე თოვლის და აკეთებს. დიდი მადლობა პირველ რიგში. ეხლა მე მინდა როგორ დაგიკავშირდეთ თქვენ, რომ მე მოხუცი ვარ, მაგრამ საკმაოდ შემიძლია ისა, რომ აი თქვენ ესენი ჩემს რაიონში, ჩემს ახალგაზრდებს, ჩემ იმას როგორ მივაწოდო, როგორ დავეხმარ, როგორ გავაკეთო, ყოველგვარი რაღაცები არ ჩიგდები, მე არ არის ეს. გამიგეთ, მე სიცოცხლე მირჩევნია ერთი ახალგაზრდის თელი ზოგიერთის თელ მილიარდებსა და ტრილიონებს, რომელიც რისთვისაც ყველა იბრძვის სამწუხარო და არავინ არ ფიქრობს ამაზე. ნამდვილად დაგეთანხმებით. მიწევს ხოლმე საზოგადოებაში ლაპარაკი და ვამბობ, რომ ხალხო, ეს არის აბსურდული სიკვდილი, რითაც რისკის, სიჩქარისთვის წარმოიდგინეთ 2 წუთის მისასვლელზე. გაფრინდება ის და მერე მიდის ზეცაში. გეთანხმებით აბსოლუტურად სწორედ აი ამ თემას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მოკითხვა კასპის რაიონს სრულიად. ბატონს ვეტყვი რომ შეუძლია დაგვიკავშირდეს 571-11755 ამ ნომერზე ჩვენ დაგაკავშირებთ აღნიშნულ კომპანიასთან და შესაძლებელია უკვე სამომავლო სხვადასხვა თანამშრომლობის კუთხით რომ ვისაუბროთ. გელა ნამდვილად პროფესიონალია ამ სფეროში. ადამიანების ზუსტად ჩვენი მიზანი ერთ-ერთი არის რომ ადგილებზე
ადამიანებმა თუ არ გაიგეს, აი ზუსტად აი ესეთი ადგილობრივი ჩართულობა არის მისნა. ჩვენ თავარი ყველა ფიქრობს, რომ მთავრობის საკითხი არ არის ეს მთავრობის საკითხი, ეს საზოგადოების საკითხი. აი ეს ადამიანი ზუსტად ლაპარაკობს, აი ესმის, რომ ეს არის დაკავშირებული სიცოცხლესთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ აი გააქტიურება კასპში, ბათუმში, ქუთაისში ხონში, ზუგდიდში, აი სადაც პრობლემაა, ხომ? თუ ჩვენ თვითონ ადგილებზე არ გავააქტიურდით, ჩვენ უკვე გვაქვს ყველაფერი, რომ უთხრათ, როგორ რა უნდა გააკეთოთ. თვითანხებთან ეს არ არის დაკავშირებული, როგორ შეიძლება რომ ის გზაც ისეთნაირად იყოს მოწყობილი, რომ მარტო მანქანისთვის და სიჩქარისთვის კი არ უნდა იყოს, ადამიანებისთვის იყოს მორგებული, ვინც იქ ცხოვრობს და ყოველდღე დადის ფეხით თუ რა კონტროლი როგორ გამკაცდეს თვითონ ადგილზე. აი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება ისე რომ აი ეს პანდემია რაც გზებზე ხდება 2 დღის წინ მაგალითად გომბორზე მოხდა 5 ადამიანი გარდაიცვალა. მე ვამბობ ესეთ რაღაცა თქვენ გეხსომებათ ალბათ 2 კვირის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა 12 წლის გოგო გარდაიცვალა გუდაურში, როცა მოთხილამ მთელი საქართველო ადგა ფეხზე, ხო? ყველა საუბრობდა ამაზე. იმის მერე ძალიან დიდი ტკივილი იყო ოჯახის. იმის მერე ზუსტად 5 ბავშვია გარდაცვლილი და ამაზე არავინ არ საუბრობს. ხო უნდა ისაუბროს საზოგადოებამ, ხო უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი. ესე იგი ადამიანის სიცოცხლეა პირდაპირ დაკავშირებული და ყველა ჩვენ ირგვლივ ვინც არის ეხება და ყველა ხო უნდა ვიყოთ ერთსულოვანი იმაში, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ეხლა მაგალითად სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს წარდგენილი რეფორმების პაკეტი. დიახ. რომ რაღაც ახსულებაზე კონტროლი რო გაიზარდოს, ხო? იცით რამდენი პოლიტიკოსები წინააღმდეგი არიან. ეს ადამიანები ზოგჯერ საბეჭდილება მექმნება საქართველოს გზებზე არ დადიან. მართლა გეუბნებით. წარდგენილი პროექტი წერია რომ ახსულება რეგიონს საერთოდ არაა, დღეს ვერ დააჯარიმეს. აქო უნდა ვიარო ჩვენ ეს პარლამენტარები არ დადიან ქალაქში თუ რა კანონპროექტი წერია რომ თავარი მიზანი ის არის რომ იგივე მარჯვენა საჭიანებზე რაც არის. არსად სოფლიოში არ არის ასე დიდი პროპორცია მარჯვენა საჭიანების, ერთი ხარეს უნდა იყოს მოძრაობა. ჩვენ ქართველοι რაღაც იგონებენ ახალ ველოსიპედებს. და არა და პრობლემები არ ითმის, გადაწყვეტა ჭირდება. იგივე ქულების სისტემაზე. ქულების სისტემა ჩვენ კი არ იგონებენ. თემ სოფლიოშია. და რა ხდება ამ ქულების სისტემით მარტივად რო ის მძღოლები უნდა დააჯარიმო პრობლემი იმ მძღოლებს შეუქმნა, ვინც მუდმივად არ გეთანხმებით. ჩვენი გადაცემა არის მოსახლეობა რომ ჩავრთოთ აღნიშნულ საგზაო უსაფრთხოებაში. გასაგებია მთავრობა მუშაობს თავისი მიმართულებით, თუმცა ჩავრთოთ და გავააქტიუროთ მოსახლეობა. ასევე ავამაღლოთ ცნობიერება აი ამ საგზაო ნიშნებთან და თუნდაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ჩვენ ძვირფას ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს მინდა ვაჩვენო კლიპი, რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ მოამზადა და ეხება სკოლის მოსწავლეების საგზაო უსაფრთხოებას. გვიყურეთ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერით. ქუჩაში მოძრაობის დროს ფეხით მოსიარულეებს ერთი კარგი მეგობარი გვყავს, შუქნიშანი. იგი თვითონ გვკარნახობს როგორ მოვიქცეთ ისე რომ ჩვენი მოძრაობა უსაფრთხო იყოს. ამისათვის ძალიან მარტივი 3 წესი უნდა დავიმახსოვროთ. წითელი ფერი სასტიკად გვიგრძელოს ქუჩაზე გადასვლას. ყვითელი გვაფრთხილებს რომ უნდა მოვემზადოთ. მწვანე ფერი თუ აინთო, შეგვიძლია ქუჩა გადავკვეთოთ. ოღონდ დაიმახსოვრეთ, ეს ფეხით მოსიარულეთა შუქნიშანი უნდა იყოს. კარგად დააგვირდით, ქუჩაზე ჩვეულებრივ რამდენიმე შუქნიშანი დგას. 1 2 3 4 აირჩიეთ ფეხით მოსიარულეთა შუქნიშანი. ის როგორც წესი, გადაკვეთის ადგილიდან კარგად ჩანს.
დილომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო დაგიბრუნდით პირდაპირი ეთერით. ჩვენ საუბრობთ ტურიზმის ინდუსტრიაზე, ეს არის გადაცემა აღმოაჩინე საქართველო და დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ საგზაო უსაფრთხოება, რომელიც ტურიზმთან არის პირდაპირ კავშირში. ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი გელა კვაშილავა, კიდევ ერთხელ წარმოადგენ არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის. გადაცემის პირველ რუბრიკაში ჩვენ გავათამაშეთ პრიზი, რომელიც ბატონმა გელამ მოგვიმზადა, აღნიშნული პრიზი გახლავთ რეფლექტორი, რომელიც არის შუქ ამრეკლი და არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეითი გადაადგილების დროს. გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ასევე სუნამოს სახლმა დააჯილდოვა ჩვენს ვიქტორინაში გამარჯვებული პიროვნება, რომელსაც გადასცა ნატურალური სუნამო საფრანგეთის ქარხნებში დამზადებული. გელასთან მინდა მომდევნო შეკითხვით გადავინაცვლო და ვისაუბროთ უფრო სიღრმისეულად თქვენს ერთ-ერთ პროექტზე, რომელსაც ქვია მეგობრული გზები. მოგვიყევით, რას მოიცავს პროექტი, თქვენ აღნიშნეთ უკვე ამ პროექტის შესახებ, თუმცა რა შესაძლებლობას ვაძლევთ ადამიანებს? როგორც აღნიშნეთ, ზოგადად საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა. და დღეს იცით რომ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას რომ ეს კომუნიკაცია მოქალაქეებსა და მთავრობას შორის გაიმართოს ძალიან სწრაფად, უშუალოდ და ჩვენ ესეთი აზრი მოგვივიდა ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორების მეშვეობით ინოვაციური პროექტი განგვეხორციელებინა მეგობრული გზები. როგორც იცით, პირველი ამ პროექტის მიზანი იყო რომ საქართველოში ქართულენოვანი მასალა არ არსებობს თუ რა არის მეგობრული გზა. აქ ჩვენ ერთ-ერთი ბუკლეტი დევს, სადაც არის ახსნილი. ნამდვილად ვაჩვენებ სახელმძღვანელოა ფაქტიურად ყველასთვის მარტივად ახსნილია ქალაქში როგორი გზა როგორ უნდა იყოს მეგობრული. იგივე ეს არის წიგნი ინჟინერებისთვის, გადაწყვეტილებას ვინც იღებს იგივე თელავში, სხვადასხვა ქალაქებში თუ უნდა რომ ქალაქი იყოს გზა უნდა იყოს მეგობრული, კომფორტული და უსაფრთხო, ხო? მაგრამ ყველასთვის აი არის ის ძირითადი საუკეთესო ისინი რეკომენდაციები გადმოცემული, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. მაგრამ ეხლა მეორე საკითხია, არის ეს გზები, ამ გზებზე არის რაღაც ადგილები, სადაც ან ზებრა არ არის, ან შუქნიშანია, ან მოძრაობაა ჩქარი. ამაზე ინფორმაცია ზუსტი არავის არ აქვს ქვეყანაში და ხო უნდა იყოს, რომ მოწესრიგდეთ. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ იქ მცხოვრებს ადამიანებს, თუ ის ბიზნესია, თუ იქ ოფისია, რომ აი ზუსტად ტელეფონის საშუალებით, აი 9155-ის გვერდის საშუალებით მოგვაწოდოს ფოტო, მოკლე ინფორმაცია, თუ რა პრობლემას ხედავს, თუ რატო თulis ის საშიშია და ჩვენ ვცდილობთ მერე დავეხმაროთ მისი პატარა ანალიზი ამაგი. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თქვენთან განახორციელოს ზარი 9155. მოგწეროს Facebook-ის სპეციალურ გვერდზე, თავის რა თქმა უნდა დასაბუთება უნდა იყოს რომ ეს ადგილი არის პრობლემური, სახიფათო, რაღაც რამდენჯერმე რაღაც მოხდა, მისი დასაბუთება უნდა იყოს თუ რა არის. მე ამის ანალიზი მოხდება და ვცდილობთ რომ ეს საკითხები მოვაგვაროთ. ძირითადად ესეთი ადგილები არის ქალაქებში, სკოლების წინ, ესე იგი, დაწესებულებების წინ, სადაც ხშირი მოძრაობა ზებრებია. მოსახლე და შეგატყობინათ გარკვეული ხარვეზების შესახებ. რა საკეთებთ, როგორ რეაგირებას ახდენთ შემდგომ თქვენ? თუ დაუშვათ ეს უკავშირდებით პირდაპირ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელსაც ეკუთვნის ეს გზა, მასთან ერთად ვცდილობთ ამ ადგილის შესახებ ესე იგი ანალიზი მოვახდინოთ, რა პრობლემაა და მე ადგილობრივ ბიუჯეტში შედის თქვა საკითხი და ხდება ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა. თბილისში ესე ამ პროექტის ფარგლებში ეს პროექტი ჩვენ 1 წლის წინ მოვჭით, მაგრამ მაინც ძელდება ეს კომუნიკაცია. სადღაც 50-ზე მეტი ადგილი მოგვარდა მაშინ და ესე კომუნიკაცია ურთიერთობა ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიდის, დაუშვათ თუ ვინმე ისე ვიგზავნის ინფორმაცია, ვცდილობთ რომ ეს მივაწოდო და მე მონიტორინგის მოვახდინოთ. გარკვეულწილად თქვენ ბრძანდებით მედიატორი მოსახლეობასა და უკვე ხელისუფლებას შორის. ნამდვილად ჩვენი ფუნქცია ზუსტად ერთ-ერთი არის რომ აი ეს პრობლემები წუხილი რაც აქვს საგზაო მოძრაობის, საგზაო უსაფრთხოების კუთხით, მოსახლეობას განსაკუთრებით ადგილებში, რეგიონებში ეს მივიტანოთ ხელისუფლებამდე. მეორე ჩვენი მისია არის რომ ყველა იმ ადამიანის სიტყვა ერთად დაკავშირება მოვახდინოთ, მაგალითად ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალებთან, ხელისუფლებასთან და ერთობლივად განმახორციელოთ პროექტი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისე საქართველოში რაღაც კეთდება, მაგრამ თავარი პრობლემა ის არის, რომ
რომ სახელმწიფო კერძო ერთად უნდა თანამ ჩართული უნდა იყვნენ. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ჩვენ როცა გავიაზრებთ ამის პასუხისგებლობას ამ ქმედებებზე და ჩვენ თანამონაწილე გავხდებით იმ საკითხების მოგვარების, რაც ეხება საგზაო უსაფრთხოებას და მოძრაობას. ზუსტად თუ საუბრობ ტურიზმის ჩართულობაზე, ისინი აქტიურად თვითონ უნდა ჩაერთონ. აი მაგალითად თქვენ აღმოაჩინეთ თქვენ Discover Georgia რო დაინტერესდა, ხო? შეუძლებელია ხა გარედან ეს პრობლემა მოაგვარო. ხო თქვენ უკეთიცით რაც ხდება, ხო თქვენს ინდუსტრიაში და რა ამოსა. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ეს მოგვარდეს ისე რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით, სწრაფად და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებით. და ეს ზუსტად მეგობრული გზებიც ეს არის რომ ინოვაციური პროექტი რომელიც გელა ზარია პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ დილა მშვიდობის მოგესალმებით. დილა მშვიდობის გამარჯობა გენაცვალე. ეხლა ახსენეთ რეფლექტორები და სად შეიძლება შევიძინოთ და რა ხით? მადლობა ზარისთვის და რომ გვიყურებთ. კარგი შეკითხვაა ეს იმის გამო რომ საკანონმდებლო არ არის ძირითადად ბევრ ადგილას არ იყიდება მე როგორც არის ბაზრობებზე მაგრამ უფრო ეს რეფლექტორი კონკრეტულად ჩვენ ესტონელმა პარტნიორმა მოგვაწოდა გვინდა რომ შემოვიტანოთ მაგრამ ალბათ დადგება პერიოდი როცა ბავშვებისთვის და რაღაც გახდება სავალდებულო ბაზრობებზე შეიძლება იყოს და ზოგადად მინდა ურჩიო მოსახლეობას ყველას რაც შეიძლება მეტი ხილვადი იყვნენ ღამის საათებში და არსებობს იგივე ტანსაცმელები რომელსაც უკვე აქვს ეს მანათობლები ჩანთები და მათთვის ვისაც განსაკუთრებით არასრულწლოვანს ღამე უწევთ ფეხით ქვეითად გადაადგილება ზუსტად მოიხმარონ ესეთი ობიექტები გელა აღნიშნა რომ შეიძლება ბაზრობაზე მოიძებნოს ეს აღნიშნული თქვენი პროექტის ჩვენ გვაქვს ამდენი ჩამოტანილი მამას ვარიგებთ სადღაც ღირს იწყება 80 თეთრიდან ანუ ძალიან დაბალ ბიუჯეტიანი არის არ არის დაკავშირებული დიდ თანხებთან ხო ეს სხვადასხვა ფორმის არის დიახ ბავშვების უფრო მიმზიდველი რო იყოს არის პროცედურა სხვადასხვანაირია დიახ და ჩემთვის როგორც ცნობილია თქვენი ორგანიზაცია გეგმავს აი ამ რეფლექტორების პროექტის გაღრმავებას სამომავლოდ ასე რომ შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობით თქვენ თავად შემოიტანოთ აღნიშნული რეფლექტორები და მიაწოდოთ თუნდაც სკოლის მოსწავლეებს და სხვა ფართო დაინტერესებულ პირებს. ჩვენ ახლა სკოლებში ვაპირებთ პროექტს, მუდმივად ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა რეგიონებში. ამჟამად გვექნება პროექტი დასავლეთის მიმართულებით უამრავ სკოლაში და ამ პროექტში აღსანიშნავია ამ პროექტის მხარდაჭერი არის მსოფლიო ბანკი და რეგიონალური საავტომობილო გზების დეპარტამენტი. კარგია ეს. აი ესეთი კარგი ინიციატივები პატარა და განათლება უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი აღსრულება იწვევს შედეგებს, რომელიც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზეც და ტურიზმზეც და ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე. ეს არის საწინდარი, საგზაო უსაფრთხოება, რის შემდგომაც უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა. ერთ დღეში ეს ვერ გვარდება, მაგრამ აი ზუსტად აი ესეთი ჩართულობა, ესეთი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით არის საწინდარი, რომ ეს სიტუაცია, ეს განათლება გაიზარდოს და გადაიზარდოს უფრო შედეგებში, როგორც ეს ღვედთან იყო მაგალითად. ეხლა დღეს კამპანიები იყო, მე კანონი შემოვიდა და დღეს უკვე იკეთებს ადამიანს წინ, უკანაც უნდა იყოს სავალდებულო, მაგრამ ამას დრო უნდა და რამდენი ადამიანი აი ეს რომ გითხრათ, რამდენი პროცენტით არის დაცული ადამიანი, რომელიც ზის მანქანის წინ და აქვს ღვედი გადაკრული, რამდენი პროცენტით არის მისი სიცოცხლე დაცული? მინდა გითხრათ, რომ წინ 50%-ით და უკან უფრო მეტად საჭიროა ვიდრე წინ. და სხვადასხვა არა აქვს ჩვენს ქართველებს ეს ინფორმაცია იქიდან გამომდინარე რომ სავალდებულო არ არის უკან ღვედის გადაკრა. თუმცა თქვენი ხედვა როგორი არის? რამდენად სავალდებულოა უკან ღვედით დაფიქსირება? ზოგადად უკან უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფრო მეტი სივრცეა, უფრო მეტი შეჯახების ის არის და სხვასაც უქმნი პრობლემა, სადღაც ეს მეცნიერულად დადგენილია უამრავი ცდის შედეგად რომ უკან 60-70%-ია და იქ გადატრიალების ხისთვის პრობლემის შექმნის ესაა ყველაფერი კინეტიკური ენერგია ამიტომ
ეს არის ისეთი რაღაცა, რომელსაც რამდენიმე წამი ჭირდება, რომ გავიკეთოთ და არავითარ სირთულებთან არ არის, მაგრამ თუმცა ბევრ მგზავრთან ეს გარკვეულ დისკომფორტს ქმნის უკან ღვედის გადაკვრა. რაღაცა ის დაფიქსირებულ მდგომარეობაში უჭირთ დიდხანს ჯდომა, მაგრამ დამეთანხმება ყველა ჩვენი ტელემაყურებელი, რომ ღირს აღნიშნული ღვედის ჩეკვრა და ჩვენ ძალიან გთხოვთ, რომ არა მხოლოდ წინ, არამედ უკანაც ბავშვებმა განსაკუთრებით შეიკრან ღვედი. ნამდვილად და აქ საუბარია რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული წესები როგორც შიგნით, როგორც მგზავრებმა მანქანაში, ისე გარეთ. დიახ. წარმოიდგინეთ ყველაზე ავარიები ყველგან ხდება, მაგრამ საქართველოში კი არ ხდება, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის რომ ჩვენთან რა არის პრობლემა? მაღალი სიჩქარე. დიახ. და როცა მაღალი სიჩქარით მიდიხარ ეს კინეტიკური ენერგია და დაცული შიგნით არ ახარ და არც გარეთ აი იმიტომ თავდება ძალიან ტრაუმატიზმი თუ შენ მაქსიმალურად დაცული ხარ ესე იგი აი მოსალოდნელ ტრაუმატიზმის ხარისხს და ფატალური მას აიცილებ და ეს იყო მაგალითად მიზეზი 2 დღის წინ ის მარშრუტკა რო დაეჯახა მანქანას 5 ადამიანი გარდაიცვალა და მიდიოდა ძალიან მაღალი სიჩქარე. პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ დილა მშვიდობის გისმენთ. დილა მშვიდობის გამარჯვებათ, მე ქრაშიდევით ერთ-ერთი ტურისტული კომპანიიდან, მინდა აღნიშნო, რომ ძალიან კარგი გადაცემა გაქვს და ძალიან ესეთ აქტუალურ თემებზე საუბრობთ ყოველთვის. მინდა ესეთი კითხვა დავსვათ, თუ არის შესაძლებელი. მქონდა მე პრაქტიკაში ესეთი მაგალითი, რომ გავუშვი გელათის მხარეს და აღმოჩნდა, რომ გზები იყო გადახრილი და ვერ მივედნენ იქედან მხრიდან. დავრეკი გზების დეპარტამენტში და არ ქონდათ ამის შესახებ ცნობა და ადგილობრივმა თვითმმართველობამაც არაფერი იცოდა ამის შესახებ და დამიკავშირდნენ მოგვიანებით და მითხრეს, რომ წყალი გაყავდათ თუ რაღაც მსგავსი და თუ მოხერხდება დავაკონკრეტებ, ტურისტები ყავდათ იმერეთის რეგიონში გაგზავნილი, ხო? დიახ, ტურისტები ყავდა გაგზავნილი იმერეთის მხარეს და ამის ანუ გზები რო არ იყო, ამის შესახებ ცნობა საერთოდ არ ჰქონდა. არ იყო ცნობა. თვითმმართველობამაც კი არ იცოდა, რომ იქ გზა არ იყო. და მოგვიანებით დამიკავშირდნენ და გამაგებინეს, რომ იყო ესეთი პრობლემა, რომ კანალიზაცია თუ წყალი გაყავდათ და ჩვენს მძღოლს მოუწია შემოერთი გზებით გადათხრი გზაზე გადავლა. დიდი მადლობა ზარისთვის, მადლობა რომ გვიყურებთ და ესეთ დროს გელა თქვენი რეკომენდაცია რა იქნება? იმისთვის რომ დღის წესრიგი იცვლება რადიკალურად. კიდევ ერთი ტურისტთან დაკავშირებით ახლა გამოც. ყველაზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის ეს საგზაო ნიშნები. ბევრი ტურისტი რომელიც ჩამოდის და რომელიც თავისით მიდის ხო რეგიონებში ამბობს ჩვენთან შეიძლება მომდიან მე გვეუბნებიან რომ საგზაო ნიშნები აი სიტყვაზე სად გადაუხვიოს არ გვაქვს საგზაო ნიშნები. მაინც ნაკლებობა გვაქვს. ამიტომ და ყველაზე მთავარი ის არის რომ უცხო ინგლისური ენოვანი არ ვერ ხდება ადამიანი კარგება და ვინც მანქანით მიდის გზა რა არის გზა ვინც მოძრაობს კითხვადი ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ წინა გადაცემაზე ჩვენ გქონდა საუბარი Travel GC-ის აპლიკაციაზე რისი საშუალებითაც ჩვენს ტურისტს უცხოელს თუ ქართველს შეუძლია იდენტიფიცირება მოახდინოს სად იმყოფება იმ კონკრეტულ ადგილას იმ კონკრეტულ მომენტში და მის გარშემო რა ობიექტები არსებობს ეს არაჩვეულებრივი ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ გავაჟღერო აპლიკაცია რომელიც ყველასთვის არის უფასო მაგრამ მანქანით როცა მიდის უნდა იცოდეს გარკვევით სიჩქარე რამდენია და რამდენ კილომეტრია გადა ეს უნდა იყოს ყველაფერი თუ ჩვენ საუბრობთ ტურისტული ქვეყანა ვიყოთ პირველი რაც შეიძლება ადვილი უნდა გავხადოთ მათთვის გზაზე გადაადგილება აი ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს განსაკუთრებით აი კახეთში როცა მივდიოდით მეც დავაკვირდი მეც გამიჭირდა ზოგჯერ ბევრ ადგილებზე მისვლა რა იმიტომ უბრალოდ ელემენტარულად არ იყო ის რა ქვია ნიშანი საგზაო რომელიც გეუბნება რომ აქა ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება მინდა რომ შეაჯამოთ მოკლედ და სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ მე ჩემი მხრივ დაგეხმარებით იმისთვის რომ ყველა თქვენი ახალი პროექტი იყოს გაშუქებული და ფართო მასებამდე მარტივად მიყვანილი ჩვენ მთლიანად უნდა ვიმუშაოთ ჩვენმა ორგანიზაციამ ჩვენმა ტურისტულმა ასოციაციამ ტურიზმის დეპარტამენტმა რომ ამ მიმართულებით შეიძლება სწრაფად პატარა საინტერესო პროექტების განხორციელება და აქ ცალსახა თუ საუბრობ საქართველოს აღმოჩენაზე და მით უმეტეს უცხოელების მიერ ეს ჩვენი აქ მოგზაურობა მათთვის უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული, იაფი და ამ სამი ელემენტის გათვალისწინებით უნდა იყოს ეს სტრატეგიას დაგეგმილი თქვენი კომპანიის მიერ და ზოგადად იმ კომპანიების მიერ, ვინც ამ სფეროშია. ამ შემთხვევაში იქნება წარმატებული ალბათ და
ჩვენ მზათა ვართ და ძალიან მოხარულია. და ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია ამ შემთხვევაში გაფწყინდება, ესე რომ ვთქვათ. ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს და რადიო მსმენელებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, გილა კვაშილავა იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის და დღეს ჩვენ საუბრობთ სწორედ აი ამ მნიშვნელოვან თემებზე და მიმოვიხილეთ არაერთი ძალიან საჭირო თემა. თუმცა გადაცემა სრულდება, მაგრამ კვირის განმავლობაში შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ 571-117-755 და შეგვატყობინოთ თქვენთვის სასურველი პრობლემატური საკითხები საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. ჩვენ მოვახდენთ თქვენს დაკავშირებას გელასთან, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში აღმოიფხვრას აღნიშნული ხარვეზი, რაც დაკავშირებულია საგზაო უსაფრთხოების თემასთან. ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს ერთი კვირით ვემშვიდობები და უტოვებ არაჩვეულებრივ ვიდეოს, რომელიც აჩო ცაგარელმა ხელოვანმა და ჩვენი გადაცემის პროდიუსერმა. სწორედ თქვენთვის მოამზადა და არის კოლაჟი სხვადასხვა რეგიონების, რომლითაც ვფიქრობთ, რომ დატკბებით და კიდევ ერთხელ აღმოაჩენთ საქართველოს. მადლობა, გემშვიდობებით ერთი კვირით. Thank you.